ვიყავით გულწრფელები შერჩევითად, გქონდეთ სტრატეგია, როდის გამოიყენებთ კეთილსინდისიერებას და გულწრფელობას. დღეს ვაგრძელებთ ძალაუფლების 58 კანონის განხილვას. მე ვარ ელენე და ეს არის ჩემი ათვი რივერს მანდეი. სანამ მე-12 კანონის განხილვაზე გადავალ, მინდა ვუთხრა ჩემს მაყურებელს, რომ დიდხანს ველოდა ზეს და კარგ ამინდს, მაგრამ მთელი დღე წვიმდა და იქიდან გამომდინარე, რომ ახლა დასასვენებლად ვარ არ მოხს განათება წამოღებული და მოკლედ ესეთი განათების პირობებში უნდა შემოგთავაზოთ ეს ეპიზოდი, თუმცა მაინც გადავწყვიტე ჩამეწერა, იმიტომ რომ ვიცი თქვენთვის მნიშვნელოვანი არის შინაარსი, რაზეც საუბრობ და არ არის თუ როგორი თქვენი მაქვს ან როგორი განათება. აქედან გამომდინარე, შემთხვევით ეგ არ არის პირველი პრიორიტეტი და დავაგრძელოთ ახლა წიგნის განხილვა. კანონის ფორმულირება. ერთი კეთილსინდისიერი და სულგრძელი ნაბიჯი გადაფარავს ათობით არაკეთილსინდისიერს. გულღია კეთილსინდისიერი და სულგრძელი საქციელი მოედუნებს ყველაზე ფხიზელი ადამიანის ყურადღებასაც კი. როგორც კი თქვენი შერჩევითი კეთილსინდისიერება მათ ჯავშანში ნაპყავს აღმოაჩენს, შეძლებთ თქვენი შეხედულებისამებრ მათ მოტყუებასა და მანიპულირებას. დროული საჩუქარი, ტროის ცხენი ასევე ემსახურება იმავე მიზანს. იმასე რომ გითხრათ, ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამ მე-12 კანონს რა კუთხით მიგვამოდი, იმიტომ რომ ძალაუფლების 58 კანონიდან, პირველი თუ არა მეორე ყველაზე რთული კანონია ჩემთვის განსახილველად, რადგან არ მოდის ჩემთან ახლოს. რაღაცნაირად არაეთიკური არის. თუმცა ადამიანები ამ კანონს იყენებენ მრავალი საუკუნეა და მიუხედავად იმისა, ჩვენ გამოვიყენებთ თუ არა, ძალიან კარგი იქნება, რომ ვიცოდეთ, არსებობს ესეთი მიდგომები და რეალურად ფრთხილად ვიყოთ ადამიანებთან და დავფიქრდეთ ხოლმე, ესეც მოულოდნელ გულწრფელობას და კეთილსინდისიერებას, რაც შეიძლება გქონდეს ფონად. ხოსერ წუნას აპირებს ისევ და გარეთ არის ჩიტები ძალიან ხმამაღალი ჭიქჭიქს ვედავარწმოდი და იმედია, რომ ვიდეოს ჩაწერისას ხელი არ შემეჩნდება. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი რაღაც მორალური კონფლიქტი მაქვს, ამ ეპიზოდში განახებთ ავტორის მოსაზრებას, თუმცა არ ნიშნავს, რომ ავტორი თვითონ ესე ცხოვრობს, ანუ ავტორის დასკვნას თუ ისტორიის მანძილზე ადამიანები როგორ იქცეოდნენ და ჩემს შეხედულებას, იმიტომ რომ პირველ ნაწილში ამ კანონს ვეთანხმები ზოგადად ძალიან ბევრ კარგ და შესაძლებლობას ხსნის ადამიანის კეთილსინდისიერება და გულწრფელობა. საერთოდ ესეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ ბიზნესში ხანგრძლივად, ანუ შენარჩუნებით წარმატებას აღწევენ ისეთი ადამიანები, ვინც გულწრფელად საქმიანობენ და კეთილსინდისიერები არიან თავიანთ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, შეიძლება მოკლევადაში ტყუილებმა, სხვადასხვა მაქინაციებმა ადამიანს შეიძლება წარმატება მოუტანოს, თუმცა ამ ყველაფერს ესე ვთქვათ, თავისი უკუჩვენებაც აქვს და მომავალში შეიძლება რომ ზუსტად იმ მოუთმენლობამ პრობლემა წარმოქმნას და ბევრად უფრო დიდი დრო დაგაყარგვინოს, ვიდრე იმ მომენტში დაგაკარგვინებდა, როცა საჭირო იყო ამ დროის დახარჯვა. ამიტომ ავტორს ვეთანხმები, რომ ძალიან კარგია კეთილსინდისიერების და გულწრფელობის გამოყენება. კეთილსინდისიერება და გულწრფელობა არის ჩვენი ხასიათის დადებითი ნაწილი, მაგრამ პრაგმატულიც არის, იმიტომ რომ თქვენც რომ წარმოიდგინეთ, როგორი ტიპის ადამიანთან გინდათ მუშაობა, ორი ერთნაირი გამოსილების მქონე პირს შორის ყოველთვის აარჩევთ იმას, ვინც თქვენთვის უფრო სანდოა, კეთილსინდისიერებით გამოირჩევა და არის გულწრფელი, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც გულჩევნია, ესე ვთქვათ, ტყუილებისგან დაზღვეულ გარემოში ვიყოთ. მოკლედ ამ ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ ის ნაწილი, რომ ჩვენ წინასწარის შეცნობით მსხვერპლი უნდა განვაიარაღოთ ამ ჩვენი კეთილსინდისიერებით, მაგ ნაწილში არ ვეთანხმები, არა, ვამბობ, რომ კი ადამიანები ამას აკეთებენ და უამრავი მაგალითი გვაქვს
პოლიტიკურ სცენაზე, არაპოლიტიკურ სცენაზე, პირად ცხოვრებაში. მეც მქონია ჩემს კარიერაში, როცა მოჩვენებითი გულწრფელობა გამოიყენეს ჩემი ნდობის მოსაპოვებლად, ასევე მეგობრობაშიც მქონია ესეთი შემთხვევები და მოკლედ ყველაფერ ამაზე ვისაუბრებთ ახლა ამ ეპიზოდში. მე-20 საუკუნეს ახსოვს ესეთი ცნობილი თაღლითი გრაფი ლიუსტიგი, რომელიც ძალიან ბევრ ცნობილ სქემაში არის გარეული, რაც დღეს ჩვენ ვიცით და თან უყვარდა როგორც ჩანს რისკი და ამჯერად გადაწყვიტა, რომ ეს თავისი თაღლითური თამაშები ალ კაპონეზე ეცა და ალ კაპონე იცით ალბათ იყო განგსტერი, კრიმინალი, ძალიან უყვარდა ფული, თუმცა ისეთი გარემო ჰქონდა, ყველა ატყუებდა, ყველას უნდოდა მისგან ფული, მოკლედ დაღლილი იყო ამ თაღლითების, ესე ვთქვათ, გარემოცვით და ეს გრაფი ლიუსტიგი მივიდა, რაღაც ძალიან დახვეწილი იყო, დახვეწილად ეცვა, დახვეწილი მანერები ჰქონდა, ეს თავიდანვე ძალიან მოეწონა ალ კაპონეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მისი გარემოსგან განსხვავებული ადამიანი იყო და უთხრა, რომ $50,000 ესესხებინა და რამდენიმე თვეში გაორმაგებულს ჩაასესხებდა, ანუ $100,000 და ალ კაპონემ ასესხა, იყო ის გულუბრყვილო, მაგრამ თავისი რეპუტაციიდან გამომდინარე იცოდა დიდად ვერავინ ვერ გაუბედავდა ახლა ესე ფულის მოპარვას. გრაფი დაიკარგა 3-4 თვით, ანუ იმაზე მეტი ხნით, ვიდრე უნდა დაკარგულიყო. რეალურად ეს თანხა ხელუხლებლად შეინახა, ერთი თეთრით არ დაუხარჯავს და რამდენიმე თვის თავზე მივიდა ალ კაპონესთან შეხვედრაზე და უთხრა, რომ ნუ ძალიან დიდ ბოდის გიხდიო, მაგრამ ვერ გამომივიდაო ის, რაც მინდოდა გამომსვლოდაო და ჩემთვისაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა, ამიტომ დიდ ბოდის გიხდიო. და ალ კაპონე გაოგნებული იყო, როდესაც ეს $50,000 ხელუხლებლად მიუტანა და უთხრა, რომ ამ თვეების მანძილზე ორ რაღაცას ვეჭობდიო, რომ ანუ მოიტანდიო 100,000, ანუ თაღლითი ხარ და მოსაკლავად უნდა მეპოვნეო და ამასე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდიო, რომ შენო ესეთი პატიოსანი კაცი ყოფილხარო და იქიდან გამომდინარე, რომ არავინ მის გარშემო პატიოსანი არ იყო და ყველა ცდილობდა მოეტყუებინა, ეს გრაფი ლიუსტიგის საქციელი იმდენად გულწრფელი იყო მისთვის, რომ უთხრა, რომ ეხლა შენ გიჭირსო ალბათო ეს თანხა გჭირდებოდა და მოკლედ 5,000 აჩუქა და რეალურად გრაფი ლიუსტიგის განზრახვა იყო, რომ ეგ 5,000 აეღო. 5,000 ძალიან დიდი თანხა იყო და ანუ რეალურად არანაირი მოქმედება, მაქინაცია, შრომა, მაშინ შრომა არის ალბათ ახლა ალ კაპონესთან რომ გახვიდე ესე ვთქვათ ხაზზე და მე მასთან ორჯერ იყო შეხვედრაზე, მაგრამ დიდი ესე ვთქვათ ძალისხმევის გარეშე აჩუქეს ეს თანხა, არც მოუყარებს და რეალურად ეს იყო მისი მიზანი ალ კაპონესთან კომუნიკაციის, არც მეტი უნდა და არც ნაკლები უნდა და აი ასე თავისი გულწრფელობით და კეთილსინდისიერებით, ალბათ ამ შემთხვევაში მოჩვენებითი მიიღო სარგებელი. ადამიანები ასე იქცევიან, ძალიან ხშირად ალბათ თქვენ შეხვედრი ხართ სიტუაციებს, როცა აი უფროს საჩუქრებს უკეთებენ, ან რაღაც მეილში ძალიან აქებენ, ან შეხვედრაზე აქებენ. ესეც არის მოჩვენებითი გულწრფელობა, რასაც ჩვენ ვეძახით მიიქვნელობას, ჩვენ ანუ მსმენელები და რეალურად იმ ადამიანის თვალში, ვისაც დაქვემდებარებული აქებს, ეს არის გულწრფელობა, იმიტომ რომ თავის თავზე ყველას მოწონს ქების და კარგის მოსმენა და ვერ უყურებს ამ ყველაფერს ობიექტურად და სუბიექტური აღქმით ის მართლაც იმსახურებს ამ ქებას. აქედან გამომდინარე, აი ეგ ადამიანები ნებით თუ უნებლიეთ, ზუსტად მე-12 კანონს მიყვებიან, რომ მოდი ვითომ გულწრფელად, სტრატეგიული გულწრფელობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაგალითად დავიმსახუროთ მერე დაწინაურება ან ბონუსი ან არ ვიცი, ნუ ვის რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს და სხვათა შორის ამაზე მახსენდება ერთი შემთხვევა HR-ის ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომელიც პოზიციურად, ესე ვთქვათ, დამწყებ პოზიციაზე იყო, არ ჩამომიყალიბდა კარგი ურთიერთობა, იმიტომ რომ მე და მის
უფროს შორის იყო დაძაბულობა და სავარაუდოდ მისი უფროსიდან გამომდინარე ან იმ უფროსისგან მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე ჩემს მიმართ ჰქონდა რაღაცა აგრესია. ან შეიძლება არ ვიცი სიმართლე გითხრათ, შეიძლება მე არ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება, იმიტომ რომ მისი უფროსი არ მომწონდა და ეს ჩემი ეჭვები იყო. მოკლედ არ ვიცი, ესე ვთქვათ. მაგრამ იყო დაძაბულობა, ესე დავარქვათ. და მაგრამ ამ ადამიანმა იცოდა ისეთი რაღაცაები ჩემზე, რაც აი ძალიან მახარებდა და იცოდა იმიტომ რომ ნუ ჩემს ოთახში სულ მქონდა ეს ლამაზი ბლოკნოტები, საკანცელარიო ნივთებზე ვგიჟდები და ნუ სხვადასხვა კალმები, ფანქრები, პატარა კოლექციები მქონდა და ჩემს დაბადების დღეზე მაჩუქა ძალიან აი ნაფიქრი ბლოკნოტი. ეს ზუსტად ისეთი, რომ მე რო ვაჩუქებდი საკუთარ თავს, თან გრავირება ქონდა ჩემი სახელი და გვარი და თუ არ ვსები კიდე ყვავილები. მოკლედ ეს საჩუქარი რომ მივიღე დაბადების დღეზე, აი ძალიან გამეხსნა, ესე ვთქვათ, სანდოობა და მიმღებლობა ამ ადამიანის მიმართ. არა იმიტომ სიმართლე რომ გითხრათ საჩუქარი როგორი იყო და რა იყო, არამედ იმიტომ რომ აი რაღაცა ჩავთვალე რომ თურმე ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ვარ. ნახე ის ჩემთან ოთახში რო შემოდის, აკვირდება მე რა მომწონს, თან გრავირება გაუკეთა რაღაცნაირად დრო დახარჯა და აი ძალიან ლამაზი დღიური იყო ობიექტურად და აი ყველანაირი აი ეს მარწუხი თავდაცვის რომ აი არაფერი არ თქვა ზედმეტი და სამზარეულოში ვცადო რომ არ გქონდეს გადაკვეთა და ზედმეტი ეს ფამილიარობა არ არის საჭირო და ძალიან დისტანცირებული ვიყავი მომეხსნა აი საერთოდ მომეხსნა და მიმღებლობა გამიჩნდა ძალიან მაღალი და ნდობა და ამ ნდობას ამ ადამიანმა ძალიან მალევე უღალატა ესე აი პირდაპირ ზურგში რომ ხანჯალი ჩაგარტყან ამას შევადარებდი ოღონდ მოულოდნელი იყო ძალიან მოულოდნელი იყო ის რაც გააკეთა ამ ქმედების მერე და მივხვდი რომ რეალურად აი სხვა შორის ეს წიგნი რო პირველად წავიკითხე მაშინ მივხვდი რომ ეს ყველაფერი გაკეთდა გაგეგმილად ეს მიზანი იყო რომ რაღაცნაირად თავი გვეგრძნო მეგობრულ გარემოში რეალურად დაგვიანებული ყოფილიყო ჩემი თავდაცვა ან თავდასხმა აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილად იყავით განსაკუთრებით საქმიან და სამსახურეობრივ ურთიერთობებში აი ესეთი მოულოდნელი გულწრფელობით, კეთილსინდისიერებით თუ გამოირჩევა თქვენ მიმართ ვინმე, რომელიც მანამდე არ გამოირჩეოდა, ან მაგალითად თქვენი გულის მოგებას ცდილობს, ან უცბად დამეგობრებას ყოველთვის აქვს ამ სწრაფ ბიძგს რაღაცა მიზეზი და რა არის ამის მიზეზი? შეიძლება ვერ მივხვდეთ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ისევ იმ აბჯარში რა აბჯრითაც ვიყავით ამ ადამიანებთან ურთიერთობისას. ავტორს ბევრი მაგალითი აქვს მოყვანილი უარყოფით კონტექსტში როგორ გამოიყენეს მოჩვენებითი სტრატეგიული გულწრფელობა, მაგრამ როგორც გითხარით, ნაზავს შემოგთავაზებთ და მე გეტყვით რა მომიტანა მე მაგალითად სამსახურში ნამდვილმა გულწრფელობამ, რომელსაც არ ქონია არანაირი განზრახვა გარდა იმისა, რომ ადამიანებს ქონოდათ სრული ინფორმაცია. ერთ-ერთ სამსახურში იყო ძალიან დიდი რეორგანიზაცია და რეორგანიზაციის ტალღა რომ დაიწყო დაახლოებით 2-3 თვეში კიდევ იწყებოდა გულისხმობ უბრალოდ გრძელდებოდა და გრძელდებოდა ანუ რაღაცა დაუსრულებელი 2 წლიანი ციკლივით იყო და ხან რამდენ ადამიანს უშვებდით ხან რამდენ დეპარტამენტს ვაუქმებდით და ძალიან ისეთი სტრესული მდგომარეობა იყო და რეალურად მე ვიყავი იმ გუნდში რომელსაც გადაწყვეტილების მიღება უწევდა და ნუ ხელფასების გათვალისწინებით და სხვადასხვა პოზიციების გათვალისწინებით ვინ უნდა გაგვეშვა სამსახურიდან. აქედან გამომდინარე ვიცოდი ჩემს დეპარტამენტში ადამიანებს რა ბედი
ელოდათ. რა თქმა უნდა, სამსახურიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა ალბათ, რომ ეს არ გამეკეთებინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ დეპარტამენტთან ერთად უკვე ბევრი წელი ვმუშაობდი და ჩვენ ძალიან ისეთი მართლა გულწრფელი და კარგი არაკონკურენციაზე დამყარებული ერთმანეთის გატანაზე რაღაც ისეთი სუფთა ურთიერთობა გვქონდა, ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეთქვა ცვლილებები ჩვენს დეპარტამენტსაც რომ ეხებოდა. და ზუსტი ინფორმაცია მივაწოდა, როგორ ეხებოდა, რამდენ ხანში ეხებოდა, ისიც უთხარი, რომ შეიძლება შეიცვალოს, გააჩნია კომპანიის, ესე ვთქვათ, ფინანსური მდგომარეობა, როდის დასტაბილურდება და იმის უფლებაც მივეცით თანამშრომლებს, რომ ახალი სამსახურის ზებნა დაეწყოთ. მაგრამ შემიძლიათ გითხრათ, რომ კრიზისი ისე გამოვიარეთ, ეს ორწლიანი კრიზისი, რომ რაღაცნაირად ჩვენი დეპარტამენტის სრულად ყოფნის საჭიროება სულ იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან დიდ რეორგანიზაციას ვაკეთებდით და იურისტები ასეთი კრიზისის დროს საჭიროები არიან და არც ერთი ადამიანი არ წავიდა სამსახურიდან. ანუ რეალურად მათ იცოდნენ, რომ შეიძლება 3 თვე აქვს დარჩენილი, შეიძლება 6 თვე აქვს დარჩენილი, შეიძლება ნახულობდნენ რაღაცას და საბოლოო ჯამში ისე დაემთხვა, რომ აღარ გავუშვით, ასე ვთქვათ, მაგრამ ერთად გამოვიარეთ კრიზისი და არავის განთავისუფლება არ მოგვიწია, მაგრამ ისინი წასულან დროზე ადრე, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ როცა ვეუბნები 3 თვე დაგვრჩა, 3 თვე დაგვრჩა, თუ ვეუბნები, რომ მე მგონი ფინანსური სტაბილურობა ისევ მოვიდა ჩვენს კომპანიაში და მინიმუმ 6-9 თვე გვაქვს, ესეც ჯეროდათ, ანუ ესე ვთქვათ, იმიტომ რომ შევძელი კრიზისი მეღიარებინა და მათთან გულწრფელი კომუნიკაცია შემენარჩუნებინა, ამან გამოიწვია ის, რომ ამ კრიზისში ისინი მენდნენ და გამოვყვნენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რამდენადაც გაძლევთ საშუალება თქვენი საქმე, სამსახური, პირადი ცხოვრება, კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა, ეცადეთ, რომ როცა მეორე ადამიანის ბედს ეხება, იყოთ გულწრფელები და აუცილებლად იმ მომენტში თუ არა მომავალში თქვენ თვითონ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაგიბრუნდებათ და მინიმუმ მშვიდად იქნებით და სინდისი არ შეგაწუხებთ, რომ ვიღაც გამოიყენეთ თქვენი მიზნებისთვის, არა გულწრფელად მოიქეცით და ასე შემდეგ. შეამჩნიეთ, რომ ვიღაც თამაშობს კეთილსინდისიერის როლს, ან თქვენ თავში მიხვდით და ესე ვთქვათ, მუდმივად იყავით ფრთხილად, ან შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ იცით მისი თამაშები და ამ თამაშებში თქვენ არ გაეხვევით და რეალურად არ დახარჯოთ თქვენზე დრო. თუმცა დამოკიდებულია ეს ვიზე არის საუბარი და როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან. რა თქმა უნდა, ალბათ ძირითად შემთხვევაში თავის შეკავება ჯობს და უკომენტაროდ დატოვება და საკუთარ თავთან ცოდნა, იმიტომ რომ შეიძლება ეს ადამიანი თავდაცვის რეჟიმში გადაიყვანოს, ან შეიძლება რომ თქვენც შეცდომა დაუშვათ და რაღაცა არასწორი დასკვნები გააკეთოთ, იმიტომ რომ არ გაქვთ საკმარისი რაოდენობით ინფორმაცია და ფაქტები. მოკლედ, ფრთხილად იყავით, მაგრამ ეს თამაშები, აი სტაჟირებიდან დაწყებული CEO-ობამდე და მინისტრობამდე დამთავრებული ყველა ეტაპზე გვხდება და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ თქვენი კარიერის შენებისას, მეგობრებთან ურთიერთობის გაფილტვრა გადახედვისას და ასე შემდეგ. საპირისპირო მოსაზრება. როდესაც თქვენი წარსული არის ამბავი მატყუარესი, ადამიანებს ვერ შეაცნეს ვერავითარი პატიოსნება, კეთილშობილება ან სიკეთე. თუ კი ადამიანები თქვენში ფარისევლს ხედავენ, უეცრად თავის მოჩვენება პატიოსან ადამიანად საეჭვოა, უმჯობესია თაღლითის როლი მოიგოთ. Ну, ეს ეხებათ ადამიანებს, ვინც უკვე თაღლითები არიან, რაღაც ისეთი ის არის, რომ ბარემ იყავით თაღლითი და ეგრე გიცნობდნენ, იმიტომ რომ რეალურად თუ დაიწყებ გულწრფელის როლის მოგებას, აღარც თაღლითი იქნები და აღარც გულწრფელი, რაღაც ესეთი არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი რჩევა იქნება, რომ გავაღვივოთ ჩვენში კეთილსინდისიერება, გულწრფელობა, უსამართლობა, ჩვენ მიმართ აგრესიამ, რაღაცა
რაღაცა ჩაგვრამ, არ დაგვრთგუნოს და არ გვეგონოს, რომ ზოგადად ეგ არის გადარჩენის და ესე ვთქვათ კარგი ცხოვრების საფუძველი ან სტილი, იმიტომ რომ დიდი გამართლება, ხანგრძლივი, სტაბილური, ისე რომ ადამიანი თან ჯანმრთელიც არის და სიცოცხლე უხარია, მიდის კეთილსინდისიერ და გულწრფელ ადამიანებთან და ამ ესეთ პოზიტიურ ნოტაზე დავამთავრებ დღეს ჩვენს ეპიზოდს და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ჩემს ვიდეოებს უყურებთ და მხარს მიჭერთ.